Bugattis ტრაგიკული ისტორია. Bugatti. ეს არის ბრენდი, რომლის სახელზეც დღეს მსოფლიოში უსწრაფესი რეკორდსმენის სუპერკარები გახსენდებათ და ალბათ ვერც წარმოიდგენთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებლის უკან დგას ისტორია, რომელიც მრავალი წარმატებითა და მარცხით, ტრიუმფითა და ტრაგედიითაა სავსე. ამ ისტორიის შემოქმედი კი ეტორი ბუგატია. ადამიანი, რომელმაც დიდი მიზნები დაისახა, ყველა ოცნებას მიაღწია, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე წელიწადში დაკარგა. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ბუგატიზე ვსაუბრობთ, დიდებულ ავტომწარმოებელზე, რომელიც ყველაფრის დაკარგვის მიუხედავადაც ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა და იმაზე ძლიერი დაბრუნდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. I'm back. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი ტრაგედიაა ის, რომ ეტორიმ ვერასდროს გაიგო თუ როგორი დიდებული გახდა თავისი კომპანია. Bugatti მხოლოდ ძველი დიდება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბრუნა. ახლა სულ მცირე ერთი საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ და გერმანიაში, პატარა სტარტაპში გადავინაცვლოთ, სადაც ეტორი Bugatti თავის პირველ ავტომობილზე მუშაობას ასრულებს. ავტომობილზე, რომლის შემდეგაც გადაწყვეტს სამსახური მიატოვოს და საკუთარი კომპანიის დასაარსებლად საფრანგეთში გაემგზავროს. ამ გარდამტეხი მომენტიდან რამდენიმე წლის შემდეგ Bugattis ბრენდის სახელს რამდენიმე ძვირად ღირებული და მდიდრული ავტომობილი ატარებს. ეტორი კი თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინჟინერი ხდება. ხო მართლა, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ კრისტალ აუტოს არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. განსხვავებული ბავშვი. ეტორი Bugatti 1891 წლის 15 სექტემბერს მილანში შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამამისი კარლო Bugatti ავეჯისა და სამკაულების საქვეყნოდ აღიარებული დიზაინერი იყო, ხოლო ბაბუამისი ცნობილი არქიტექტორი და სკულპტორი გახდათ. გამოდის, რომ ხელოვნებისადმი სიყვარული Bugattis გვარის წარმომადგენლებს სისხლში ჰქონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ეტორის უმცროს ძმაზე, რემბრანდტზე, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავადაც დიდებული სკულპტორი გახდათ. ისტორიკოსების მტკიცებით, სწორედ რემბრანდტის ბრწყინვალება გახდა მიზეზი იმისა, რომ ეტორის სკულპტურობა არასდროს ნდომებია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ხელოვნებისადმი სიყვარული და ნიჭი მასაც მემკვიდრეობით არ გადაეცა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ის ინჟინრად იყო დაბადებული. მის ნიჭიერებას ხაზის ფაქტიც უსვამდა, რომ ბავშვობაში ნებისმიერ კომპლექსურ დიზაინს მარტივად ბევრი შესწავლის გარეშე იგებდა. 16 წლის ასაკში გაფუჭებული ველოსიპედი უპრობლემოდ შეაკეთა. მისი ნიჭიერება მამამისს არ გამორჩენია. შვილის ტალანტისთვის ფრთების შესასხამად კი სტაჟირებაზე ბრინეტი ინსტიტუტის ქარხანაში გაგზავნა. ეს ქარხანა იმ დროისთვის საკერავი მანქანებისა და ველოსიპედების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი იყო. ეტორი მამის შემოთავაზებას დათანხმდა და 17 წლის ასაკში პირველი სამსახურიც მიიღო. ქარხანაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მან პირველი სამბორბლიანი ველოსიპედი დააპროექტა. ამ პროექტით ის პარიზიდან ბორდომდე შეჯიბრებაში მონაწილეობდა. ეს იყო ტრიციკლი, რომელიც დე დიონის ორი ძრავის საშუალებით მუშაობდა. ეტორისთვის ქარხანაში სტაჟირების შესაძლებლობა კარგი იდეა აღმოჩნდა. ამან ახალგაზრდა ინჟინერს ახალი სამყაროც დაანახა და თვალები აუხილა. მისი მომავალი დიზაინების, ავტომობილებისა და სიჩქარის სამყარო იყო. ეს ის ადგილია, სადაც Bugattim თავისი მოწოდება იპოვა. 1900 წელს, 19 წლის ასაკში, ეტორიმ ბრინეტი ინსტიტუტის ქარხანა დატოვა და საკუთარ ავტომობილზე მუშაობა დაიწყო. ბუნებით პერფექციონისტი პიროვნება თავის საავტომობილო დიზაინშიც ყველა დეტალს, ძრავიდან კორპუსამდე, დიდ ყურადღებას უთმობდა. ის ესწრებოდა თითოეული ნაწილის შექმნას, რომელიც თავის ავტომობილში უნდა გამოეყენებინათ და მას ეს მიდგომა მომავალში რიტუალადაც ექცა. ახალგაზრდა ინჟინერი მიზანდასახული ადამიანი იყო, დეტალებზე ორიენტირებული, მათემატიკური სიზუსტით შეპყრობილი. ამ ფაქტის გამო მისი დიზაინების ნაწილი მასზე ბევრად ცნობილი ინჟინრებისთვისაც ამოუცნობი და კომპლექსური იყო. ეტორის ტალანტმა მალევე დიდი დღეხის ყურადღება მიიპყრო. ბრენდის, რომელსაც ქარხნები გერმანიასა და საფრანგეთში ჰქონდა.
ბუგატის შემოთავაზებას დათანხმდა და მათთვის მანქანების დაპროექტება დაიწყო. შედეგად 19 წლის ასაკში მან თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. თუმცა ასაკით კვლავ პატარა იყო და კონტრაქტს ხელი მამამისმაც მოაწერა. ახალი სამსახურისთვის ეტორის მილანის დატოვება და გერმანიაში მოლშანში გადასვლა მოუხდა. აქ მისი შემდგომი კარიერისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დაჰყო. ავტომობილების აწყობა ისწავლა და რბოლებშიც მიიღო მონაწილეობა. 1903 წელს ეტორიმ პარიზი-მადრიდის რბოლისთვის თავისი რიგით მეორე მანქანა შექმნა. თუმცა ახალგაზრდა ბუგატის მოდელი ეპოქას იმდენად უსწრებდა, რომ რბოლებში მონაწილეობის უფლებაც არ მისცეს. მის მიერ შექმნილი დიზაინი იმ პერიოდის სარბოლო მანქანებისთვის რევოლუციური გახდათ. თავის ავტომობილში მან მძღოლისთვის განკუთვნილი ადგილი და ძალოვანი აგრეგატი მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე მოათავსა. იტალიელი ინჟინერი თვლიდა, რომ ეს მიდგომა სიმძიმის ცენტრისა და აეროდინამიკის ეფექტიანობისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. სხვა ყველა კი ამ პროექტს ეჭვის თვალით უყურებდა. უფრო მეტიც, იმ დროს მიაჩნდათ, რომ მძღოლი სარბოლო მანქანაში რაც შეიძლება მაღლა უნდა ყოფილიყო მოთავსებული. მაგრამ წლები გავიდა და ეტორის სტილის სარბოლო მოდელებისთვის სტანდარტად იქცა. 1906 წელს ბუგატიმ დიდი ხეხის დატოვებაც გადაწყვიტა. იმ პერიოდში ავტომობილები ძირითადად ცნობილი ხელოსნების მიერ იწყობოდა. ამ ფაქტის გამო მე-20 საუკუნის დასაწყისში მანქანები ძალიან ძვირი წყირდა და მათი ფლობა მხოლოდ მდიდარი ფენის პრივილეგია იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ავტომობილების უმრავლესობა სარბოლო დანიშნულებით მზადდებოდა, ხოლო რბოლები ევროპასა და ამერიკაში პოპულარობას სწრაფად იხვეჭდა. 1907 წელი, რომელიც ეტორის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ბუგატიმ ამ წელს თავისი მომავალი მეუღლე ჟოზეფინა მაშერა გაიცნო. რამდენიმე თვეში კი ბენზინის ძრავების გერმანულ მწარმოებელ დოიცთან კონტრაქტი გააფორმა. დოიცში მუშაობისას ეტორი დიდი მოცულობისა და მძიმე ძრავების დაპროექტებას უთმობდა დროს, რაც იმ დროს სტანდარტად ითვლებოდა. ავტომობილისთვის ძალისა და სისწრაფის მინიჭება ძალოვანი აგრეგატებისა და შასის გაზრდის პირდაპირ პროპორციული იყო. ამ პროცესში ბუგატიმ მომავლის ძრავებზე ფიქრი დაიწყო, იდეებზე, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმ დროის ტენდენციებს. ეტორის მტკიცედ სწამდა, რომ ბევრად მსუბუქი ავტომობილების შექმნა, რომელსაც შედარებით მცირე ზომაც ექნებოდა, შესაძლებელი იყო. ეს უნდა ყოფილიყო მოდელი, რომელიც ბევრად დიდ ძრავიან კონკურენტებსაც გაანადგურებდა. ამ მიზნისთვის ბუგატიმ კვლავ თავის სარდაფში გადაინაცვლა და ახალ მანქანაზე მუშაობას შეუდგა. ეს იყო პირველი ავტომობილი, რომელიც ბუგატის სახელს ატარებდა. ამ მოდელს ბუგატი Type 10 ეწოდებოდა. ბუგატის დაბადება. ეტორიმ ბუგატი Type 10-ზე მუშაობა 1909 წელს დაასრულა, რა გამოვიდა 1.2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც მხოლოდ 365 კილოგრამს იწონიდა. ეს ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურ სიჩქარეს 80 კმ/სთ-ზე აღწევდა, რაც იმ დროისთვის შესაშური მაჩვენებელი იყო. სწორედ მაშინ ეტორიმ კიდევ ერთხელ სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა და თავის ახლად შექმნილი ავტომობილით მოლშეიმში გაემართა. სწორედ ეგ დაარსა პირველი კომპანიაც სახელად ავტომობილეს ეტორე ბუგატი. ბუგატი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთა შორის, რომელიც სარბოლო შეჯიბრებებს თავისი მანქანების წარმოსაჩენად იყენებდა. დიდი აუდიტორიის წინაშე მსგავსი გამოჩენით ის თავისი მანქანების პოპულარობას ზრდიდა. თავად კი ქვეყნის საუკეთესო დიზაინერთა შორის სახელს იმკვიდრებდა. ეს პრაქტიკა მალე საავტომობილო ინდუსტრიაში ნორმად იქცა. 1909 წელი ბუგატის ცხოვრებაში გამორჩეული და ერთ-ერთი უბედნიერესი გამოდგა. ამ წელს იტალიელმა თავისი ავტომობილის Type 10-ზე მუშაობის დასრულებასთან ერთად საკუთარი კომპანიაც დაარსა. მოგვიანებით კი პირველი შვილი ჟან ბუგატიც შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ბუგატი Type 10 წარმოუდგენელი შესაძლებლობების მანქანა იყო და ეპოქასაც უსწრებდა, ეტორისთვის ეს საკმარისი მაინც არ გახლდათ. ახალგაზრდა ინჟინერი დანებებას არ აპირებდა და მომავლის პროექტებისთვის ემზადებოდა. შემდეგი მიზანი Type 13 იყო, საავტომობილო ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული მოდელი, რომლის შთაგონებადაც Type 10 იქცა. წინამორბედი მოდელის დიზაინი ბუგატიმ უკანა ღერძზე ფირფიტოვანი რესორის დამატებით გააუმჯობესა. თითო ცილინდრისთვის 4 სარკმლის მორგებით კი 16 სარკმლიანი ცილინდრის თავაკის დიზაინი შექმნა. ახალი კონცეფციით Type 13-ის მოდელი 30 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და წონა 300 კილოგრამში ადგენდა.
ბუგატიმ და მის მიერ შექმნილმა მეორე ავტომობილმა 1911 წლის საფრანგეთის გრან-პრიზე საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს. ბუგატის სახელი სოფლიოს საუკეთესო დიზაინერებს შორის დამკვიდრებას განაგრძობდა. Type 13-ის მსგავსი დიზაინით ეტორიმ ახალ მოდელებზე მუშაობა განაგრძო. ასე მივედით Type 23-მდე. თუმცა მოულოდნელად მთელი მსოფლიო დაბაუსდა და რა თქმა უნდა გაჩერდა საავტომობილო წარმოებაც. მიზეზი პირველი მსოფლიო ომი იყო. ომის დაწყებიდან წელიწად ნახევარი იყო გასული. ეტორი ხვდებოდა, რომ მსოფლიო დაპირისპირება ასე მარტივად ვერ დასრულდებოდა. სხვა გზა აღარ ჰქონდა. ის ჯერ მილანში, შემდეგ კი პარიზში დაბრუნდა, სადაც დიუსენბერგ ბრაზერსთან მუშაობა დაიწყო. 1915-1916 წლებში დიუსენბერგ ბრაზერში მუშაობისას ეტორიმ უნიკალური დიზაინის EU-16 ძრავა შეიმუშავა. EU-16 ორი ერთრიგა ძრავისგან შედგებოდა, რომლებიც საერთო მუხლალილს იზიარებდნენ. ეს ძრავა თავის მხრივ წარმატებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მასზე მუშაობამ ბუგატის საშუალება მისცა ზედა განლაგების აირგამანაწილებელი ლილვი და 8 ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა შეექმნა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ეტორი მოლშანში დაბრუნდა, რომელიც უკვე საფრანგეთის ტერიტორია იყო. მან მსუბუქი წონის სპორტულ მანქანებზე მუშაობა გააგრძელა. მასში Type 13-ის მრავალსარქველიანი ძრავა მოათავსა და წარმოუდგენელი შედეგი მიიღო. ახალმა მანქანამ ეტორის გამარჯვებების სერია მათ შორის 1920 წლის ლემანზეც მოუტანა. 1921 წელს ამ მოდელმა ბრეშაზეც გაიმარჯვა და 3 სხვა ტიტულიც მოიპოვა. მალე მას ყველა ბუგატი Type 13 ბრეშას სახელით იცნობდა. მოგებების სერია 1925 წლამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ბუგატის მანქანებს 400-მდე გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. 1926 წლისთვის ბუგატი Type ბრეშას 2000-მდე ეგზემპლარი დამზადდა და ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელადად იქცა, რომელიც ბუგატის ოდესმე შეუქმნია. ბუგატის საბოლოო წარმატებები 1930-იან წლებამდე გაგრძელდა. მათგან გამორჩეულად მნიშვნელოვანი 1927 და 1929 წლებში ლემანის 24 საათიან რბოლებზე გამარჯვება იყო. ამ გამარჯვების დროს ავტომობილს მართავდა ადამიანი, რომლის სახელით შემდგომში ავტომწარმოებლის სინონიმადაც იქცა. ეს ადამიანი პიერ ვეირონი იყო. ფრანგმა აკადემიკოსებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების IQ, რომლებსაც კრისტალ აუტოს არხი აქვთ გამოწერილი, აინშტაინის IQ-ზე ბევრად მაღალია. გამოიწერე ჩვენი არხი, გააოცე ყველა. საბოლოო მანქანების ვარიაციების გამოცდის პარალელურად, ეტორიმ თავის პირველ ვაჟთან, ჟან ბუგატისთან ერთად მდიდრული მანქანების სეგმენტშიც წადაბედი. მამაშვილმა თავიანთ მოდელებზე მუშაობა 1926 წლისთვის დაიწყეს და სოფლიოს ბუგატის პირველი მდიდრული ავტომობილი Type 41 ბუგატი როიალი წარუდგინეს. Type 41 ბუგატის ბრწყინვალების გამომხატველი პროდუქტი იყო. მის ცხაურაზე გამოსახული სპილოს სკულპტურა რემბრანდტის პატივსაცემად იყო გამოსახული. ამასთან ერთად მანქანა ტექნიკურ ოსტატობასაც ავლენდა. ოსტატობას, რომელიც საავტომობილო განვითარებას ცდებოდა. მას იმ პერიოდში ყველაზე დიდი ზომის ძრავა გააჩნდა და ყველაზე გრძელი გაბარიტებიც ჰქონდა. ეტორე ამ ავტომობილის შეძენის უფლებას ყველას არ აძლევდა. Type 41-ის ფლობა მხოლოდ რჩეულთა პრივილეგია იყო, მათ შორის მეფეებისა და არისტოკრატების. და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ ეწოდა ამ მოდელს სახელად როიალი. ბუგატი როიალის პოპულარობა იზრდებოდა, თუმცა კომპანიას კიდევ ერთი გარე პრობლემა დაატყდა თავს. გლობალური ეკონომიკური ცვლილებები ეტორის კომპანიასაც საფრთხეს უქმნიდა. როიალის გამოშვებიდან 3 წელიწადში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი დეპრესია დაიწყო. ეკონომიკურმა ვარდნამ გავლენა მსოფლიოს სხვა ეკონომიკებზეც იქონია და წარმატებული როიალის გაყიდვებიც დაეცა. ბუგატის ფინანსური პრობლემები შეექმნა და გაკოტრების საფრთხის ქვეშ დადგა. 1930-იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ ბუგატის თანამშრომლობა შესთავაზა. ხელისუფლება კომპანიისგან სარკინიგზო ტრანსპორტის დაპროექტებასა და წარმოებას მოითხოვდა. ბუგატისაც სხვა არჩევანი არ ჰქონდა. წინადადებას დათანხმდა. ეტორიმ საფრანგეთის მთავრობისთვის 80 ერთეული სარკინიგზო ტრანსპორტი შექმნა. შედეგად ბუგატიმ დიდი დეპრესია დაძლია და გაკოტრებასაც გადაურჩა.
ბუგატის პრობლემები ამით არ დასრულებულა. საფრანგეთის ქარხანაში თანამშრომლებმა მასობრივი გაფიცვები დაიწყეს. მუშები უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თავდაპირველად ეტორი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით კომპრომისზე წასვლა მოუწია. შეთანხმების მიუხედავად, ამ განხეთქილებამ ბუგატისა და მის თანამშრომლებს შორის უნდობლობა გააჩინა, რომელიც ბოლომდე არც აღმოფხვრილა. წლები გადიოდა, იტალიელი თავის დამკვიდრებას განაგრძობდა. ბუგატი აპროექტებდა და ქმნიდა გემებისა და თვითმფრინავების ძრავებს, მაღალ სიჩქარიან მატარებლებს, რომელთაც 160 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო და რაც ყველაზე მთავარი იყო. ამ პერიოდში ეტორიმ თავისი შვილის, ჟანის სახით თანამოაზრეც გაიჩინა. ჟანი ინჟინერიით იყო გადაცებული და ნიჭიერებით არც მამამის ჩამოუვარდებოდა. მამამ შვილს ბუგატის ქარხნის მმართველობა გადააბარა. სწორედ უმცროსი ბუგატის გამჭრიახობით სოფლიოს ისეთი საოცარი მოდელები შემორჩა, როგორებიცაა ატლანტიკი, როიალი და ტაიპ 57G, რომელმაც 1927 და 1929 წლებში ლემანის 24 საათიან რბოლაზე გამარჯვება დაისაკუთრა. ჟანი მამის საამაყო შვილი იყო, კომპანიაში კი ყველაფერი დიდებულად მიდიოდა. თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც ყველაფერი იდეალურადაა, ერთ პატარა მომენტს მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. ასე მოხდა ეტორეს შემთხვევაშიც. ბუგატის დაცემა 1929 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ბუგატიმ ტაიპ 57 ტანკით ლემანის რბოლებზე 4 წელიწადში მეორე გამარჯვება მოიპოვა, უბედური შემთხვევა მოხდა. ამ გამარჯვებიდან 2 თვის შემდეგ ჟან ბუგატიმ მანქანისთვის საგზაო გამოცდა დააორგანიზა. წარსულის მსგავსად, საჭესაც თავად მიუჭდა. ეს გადაწყვეტილება მისთვის საბედისწერო გამოდგა. ტრასაზე მოულოდნელად ველოსიპედით უცნობი პირი გამოჩნდა. ჟანმა მისთვის გვერდის ავლას სცადა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ახალგაზრდა ბუგატი ადგილზე გარდაიცვალა. ეტორეს შვილის სიკვდილმა გაანადგურა. პირველი მსოფლიო ომის დროს მან ჯერ უმცროსი ძმა, რემბრანდტი დაკარგა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახლა უკვე თავისი საყვარელი შვილის ხელიდან გამოეცალა და ეს ყველაფერი არ იყო. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდებოდა. ჟანის გარდაცვალებიდან სულ რაღაც 2 კვირაში გერმანიის არმია ალზასში შეიჭრა და ბუგატის ქარხანა დაიკავა. ეტორემ საფრთხე სწრაფად შეაფასა და მოქმედება დაიწყო. საჭირო დანადგარებისა და აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი ბუგატიმ ბორდოში გადაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გერმანელებმა მას მიაგნეს და მისგან არმიისთვის ტორპედოებისა და მანქანების წარმოება მოითხოვეს. ბუგატიმ გერმანელები უარით გაისტუმრა. პრინციპების მიუხედავად, ბუგატი ვალებში იხჩობოდა, რის გამოც სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი. ეტორე კომპანიისა და დანადგარების გაყიდვას დათანხმდა, თანაც ღირებულების თითქმის ნახევარფასად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ის ოჯახთან ერთად პარიზში გაემგზავრა. იქ უკვე ბუგატიმ საავიაციო ძრავებისა და ნავების წარმოებას მიჰყო ხელი, რათა პრობლემები მცირედით მაინც დაევიწყებინა. თუმცა არაფერმა გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში ჰქონდა გატარებული, ის კვლავ იტალიის მოქალაქედ რჩებოდა. ომის დასრულების შემდეგ ბუგატის საფრანგეთისთვის მისაღების სტუმარი ნამდვილად არ იყო. თანაც ყველას ახსოვდა, რომ იტალია ომის დროს გერმანიის მხარდამჭერი იყო. ამ ფაქტის გამო ეტორის გერმანელებთან თანამშრომლობა დააბრალეს. ომის დასრულების შემდეგ ბუგატიმ კომპანიის უკან დაბრუნება გადაწყვიტა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელიც კი აღწრა. თუმცა კვლავ უშედეგოდ სიტუაცია გაუარესდა მაშინ, როდესაც 1944 წელს მისი მეუღლე ბარბარაც გარდაიცვალა. ეტორის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი იდგა. ამ დროს ბუგატი მოლშემში უკანასკნელად გაემგზავრა, რათა მისი ახლა უკვე დანგრეული და მიტოვებული ქარხანა ენახა. გენიოსი ინჟინრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, თუმცა დანებებას არ აპირებდა. მას თავისი კანონიერი საკუთრების დაბრუნება სურდა, რისთვისაც საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანა. თუმცა 1944 წელს 66 წლის ასაკში ეტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბუგატის ფილტვების დაავადება დაუდგინდა და ინსულტიც გადაიტანა. ავადმყოფობის პერიოდში მისი კომპანია ნელ-ნელა აღდგა და ბუგატისაც თავისი საკუთრება დაუბრუნდა. თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. ლეგენდარული ინჟინრის გონებრივი შესაძლებლობები სრულად პარალიზებული იყო.
მდგომარეობა უარესდებოდა. კომპანიის აღდგენიდან სულ რაღაცა დღეში ეტორი ბუგატი გარდაიცვალა. მისი ოჯახის დარჩენილ წევრებს ავტოწარმოების ხელმძღვანელობა არ შეეძლოთ. ბუგატის ქარხანა დაიხურა და არაერთი, არამედ რამდენიმე წლით. ბუგატი კომპანიის 1980-იან წლებამდე აღარაფერი უწარმოებია. 1987 წელს კომპანია იტალიელმა მეწარმემ რომანი არტეოლიმ შეიძინა და ბუგატის ბრენდი მსოფლიოს ხელახლა წარუდგინა. 5 წლის შემდეგ ბრენდმა საზოგადოებას სრულიად განსხვავებული მოდელი ბუგატი EB100 შესთავაზა. ახალი ავტომობილი მაქსიმალურ სიჩქარეს 340 კმ/სთ-ზე აღწევდა. ბუგატის მოდელი მალევე ფენომენად იქცა. მაღალი წარმადობა და ექსტრავაგანტული დიზაინი ყველას ყურადღებას იქცევდა. თუმცა სამწუხაროდ ავტომწარმოებელმა ეს მოდელი მხოლოდ 129 ერთეულად გამოუშვა. 1995 წელს კი არასწორი მენეჯმენტის გამო ბუგატი კიდევ ერთხელ გაკოტრდა. 1998 წელს Volkswagen-ი გამოჩნდა. ბუგატი შეიძინა და ის იმ სახით წარგვიდგინა, როგორითაც დღეს ვიცნობთ. ახალმა კომპანიამ 90-იანების დასასრულს გამართულ ავტოშოუზე რამდენიმე ახალი კონცეფცია შემოგთავაზა. ამის შემდგომ რამდენიმე წელი მისგან არავის აღარაფერი გაუგია. თუმცა ამ პერიოდში ბუგატი არ გაჩერებულა, პირიქით ის ახალ მოდელზე მუშაობდა. 2005 წელს ავტომწარმოებელმა საზოგადოებას ბუგატი ვეირონი გააცნო. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დახვეწილმა ბრენდმა ყველაზე სწრაფი მასობრივი წარმოების საგზაო ავტომობილი შექმნა. ბუგატი ვეირონის მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ს აღწევდა. ვეირონის წარმოება 2015 წლამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ის ბუგატი შირონმა ჩაანაცვლა. 2019 წელს ავტომწარმოებელმა ახლა უკვე შირონით დაამხო მსოფლიო რეკორდი. შირონის მაქსიმალურმა სიჩქარემ 480 კმ/სთ-ს გადააჭარბა. ბუგატის ევოლუციური ეტაპი და ხელახალი აღმავლობის ისტორია კიდევ ერთხელ 2021 წელს დაიწყო. მაშინ, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტროჰიპერქარების მწარმოებელი ხორვატიულ სტარტაპთან გაერთიანდა. შეთანხმება ძალაში შევიდა და ბუგატი რიმაცის ეპოქამაც ოფიციალურად სტარტი აიღო. ახლა უკვე რიმაცის დამფუძნებლით, მათე რიმაცის სათავეში. ბუგატიმ ახალი სუპერქარებით თავისი საყვარელი საქმიანობა, რეკორდების დამხობა განაგრძო. ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, რომლებიც კომპანიებმა საზოგადოებას 2022 წელს წარუდგინეს, ბუგატი W16 Mistral გახდათ. რა თქმა უნდა, ეს მოდელიც ახალი სიმაღლეების დასაპყრობად იყო შექმნილი. 6 ლიტრიანი W16 ძრავით აღჭურვილმა მონსტრმა 2024 წელს 454 კმ/სთ დააფიქსირა და ყველაზე სწრაფი როდსტერის სტატუსიც დაისაკუთრა. თუმცა ჯერ ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. წარმოუდგენელია ვიდეო დავასრულოთ ისე, რომ ბუგატის ბოლოდროინდელი ძლევამოსილი სუპერკარები არ ვახსენოთ. მაგალითად, ეს ბუგატი ბოლიდია და ის ალბათ ყველაზე ექსტრემალური ბუგატია, რაც ოდესმე გამოსულა. რაც ყველაზე მთავარია, ის ისტორიული სარბოლო ხასის გამგრძელებელია. ბოლიდის დებიუტი 2020 წლის ოქტომბერში შედგა. ბუგატიმ განაცხადა, რომ ეს ერთი გამოშვების მოდელი იყო, რომელიც ექსპერიმენტალური კვლევისთვის შეიქმნა. მათ სურდათ აეწყოთ მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 4 ტურბინიანი 8 ლიტრიანი W16 ძრავა ექნებოდა. წარმატებული შედეგებიდან და დიდი ინტერესიდან გამომდინარე, 2021 წლის აგვისტოში მწარმოებელმა გეგმის შეცვლა გადაწყვიტა. ბუგატიმ დაადასტურა, რომ ბოლიდის საწარმოო ხაზი შეიქმნებოდა, რომელიც ჯამში 40 ეგზემპლარს გამოუშვებდა. ფორმულა 1-ის ტექნოლოგიით შთაგონებული 16 ცილინდრიანი ბოლიდი 1824 ცხენის ძალასა და 1850 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებდა. მას 500 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო, რისთვისაც მხოლოდ 20 წამი სჭირდებოდა. და ბუგატი შირონ სუპერ სპორტ 300+-ზე რა სიტყვით? ამ კონკრეტული მოდელის 8 ლიტრიანი 4 მაგი ტურბოდაბერვის W16 ძრავა 1577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Volkswagen-ის სატესტო ძრავაზე Super Sport 300+-მა მაქსიმალური სიჩქარე 489 კმ/სთ დააფიქსირა. თითქმის 2 ტონიანი ავტომობილი. 4-ვე წამყვანი სისტემის დახმარებით 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.3 წამში აღწევს. ბოლოს კი ამ წარმოებლის უახლესი ქმნილება ბუგატი ტურბილიონიც უნდა ვახსენოთ. ეს უკანასკნელი 1800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაშიც V16 ჰიბრიდული ძრავა ეხმარება.
0-დან 100 კმ/სთ-მდე კი 2 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება. როდესაც ამ ავტომობილის ექსტერიერსა და ინტერიერს შეხედავთ, ეს ციფრები უბრალოდ დაგავიწყდებათ. მის ფორმებში, სტილში და დიზაინერულ ენაში თითქოს ეტორე ბუგატის დრამატული ცხოვრებაა გამოხატული. ის თუ როგორ შეიძლება შექმნა დახვეწილი ვიზუალის მქონე და ამავდროულად მსოფლიოში ყველაზე ჩქარი ავტომობილი, ხოლო ბუგატი მიცის. ხოლო ის თანხა, რასაც ამ მანქანების სანაცვლოდ იხდიან, სრულად გამართლებულია. მაგია მართლაც რომ მილიონები ღირს. ჩვენ კი ის გადაგვჩენია რომ მათი ახალი მოდელებითა და რეკორდებით შორიდან დავტკბეთ, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. და როდესაც ეს ისტორია იცი, რთულია სათანადოდ არ დააფასო ლეგენდარული ცხაურითა და ლოგოთი წარმოებული ბუგატი.